Zustad ვიცი რომ ჩემმა პროექტმა რომელიც მე შემიძლია რომელიც ჩვენი ოჯახის ფარგლებში იქნება ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და შესაბამისად დღევანდელი ხუთშაბათიც მიეცხონება თავიდან ბოლომდე ამ გადაცემას რომელიც რაღაცნაირად ისეთი სოციალურ ხასიათს იღებს და თან ძალიან ჯამრთელი გადაცემა გამოგვდის იმიტომ რომ ეს გადაცემა თავიდან ბოლომდე არის აგებული იმაზე რომ ქალბატონებს პირველ ეტაპზე რომელიც არის დედიკოები სჭირდებათ საკუთარი ფორმების და საკუთარი თავის დაბრუნებას თავდაჯერებულობისთვის და ამაში მეც რა თქმა უნდა მონაწილეობ და შერჩეული მყავს 4 ჩემს გარდა ფანტასტიკური მონაწილე რომელსაც რიგრიგობით აუცილებლად გაგაცნობ პირველ რიგში გეტყვით რომ ჩვენი პროექტი თავისი შინაარსი და თავისი დეტალებით ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ კვირას 10 მაისს ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ რუბრიკაში და ძალიან მემზადები ამ გადაცემისთვის. მოკლედ მე და ჩემი 4 ახლა უკვე ძალიან ახლო მეგობარი ყოველდღიურად კვების რეჟიმს, ფიზიკურ აქტივობას ერთმანეთთან ვათანხმებთ და ბალნეოლოგიურთან ერთად ძალიან დიდი პროექტი გამოგვივიდა. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ეს ბალნეოლოგიური ყოფილა ჩვენი ქვეყნის მართლა რაღაცა სიმდიდრე, სადაც ყოველდღიურად ჩვენს თავს ვიბრუნებთ, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა. ძალიან დიდი სიყვარული და ძალიან დიდი სითბოთი მინდა ჩემი პროექტის მონაწილე წარვადგინო ულამაზესი დედიკო უკარგესი ადამიანი საოცარი გოგო სოფო ყიფშიძე რომელიც ძალიან მიხარია რომ გარდა იმისა რომ პროექტშია მეგობრად აუცილებლად დავრჩებით ერთმანეთს და სოფო ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი პირველ ბლოგში შენ ახლოს მოდი ხმა ისა გაქვს ჩახრეჩილი გაქვს და გაიგოს შენი ხმა ჩვენმა მაყურებლებმაც ექსკლუზიურად გაჩვენებთ დღეს პირველად მონაწილე სოფოს დანარჩენ მონაწილეებს ყველას გაგაცნობთ კვირას პირველ რიგში ამ პროექტის ფარგლებში ვისაუბროთ ჯერ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტელეკომპანია იმედს და ჩემს გუნდს ასე ვთქვათ ჩვენი ოჯახის გუნდს ვინც ეს ამ იდეას ხორცის შეასხა და რეალობად აქცია და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს პირადად ჩემთვის, თქვენთვის 4 გოგოსთვის და კიდე უამრავი მაყურებლისთვის, რომლის мотиваციაც ვიქნებით დარწმუნებული ვარ. სოფო, როგორ მოხვდი ჩვენს პროექტში? თქვენს პროექტში როგორ მოხვდი და დედა ჩემის დამსახურებით. მოისმინა ხო? დედა მოისმინა ბოდიში ხმის გამო. არა უშავს, მაინც ისმის შენი ხმა. დედა მოისმინა და პირველი გულშემატკივარი რა თქმა უნდა დედაა. თხოვდა რომ გთხოვ შეავსე გააგზავნე და კარგი რამე არავინ დამირეკავს არ მქონდა არანაირად იმის იმედი რომ ამ პროექტში მოხდებოდი აი მართლა არ მქონდა და მე ბოლოს რაღაცნაირად არ ვიცი ძალიან იძალადა და გააგზავნე შევავსე და გავაგზავნე და რო დამირეკეს აი მართლა ძალიან დიდი შოკი იყო იმიტომ რომ არ მჯეროდა რომ მართლა მოხდებოდი და ვიქნებოდი ამ საოცარი პროექტის მონაწილე აი ძალიან დიდი მადლობა პროექტს, დიდი მადლობა ნანუკას, რომ აი ამ გუნდის წევრი გამხადა. ეს ჩემი ემოციები და წრემლები მაშინაც ვნახეთ. ის ემოციები სულ არის. ახლა ძალიან არ დავასპოილეროთ, რომ კვირას უყუროს ჩვენმა მაყურებელმა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მიხარია, რომ მოხვდი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, სოფო. აი ეს რეჟიმი, რომელიც ვერანაირად ვერ დავიწყეთ მარტო და რომელიც ასე გვიადულდება გუნდურად. ანუ წარმოგედგინა, რომ ჩვენ აი ეს კვების დაურღვეველი რეჟიმი, რომელიც ახლა გვაქვს, ეს ფიზიკური აქტივობა, რომელიც არ არის ხახნო მსუბუქი, იმიტომ რომ ვიწყებთ აკვა აერობიკით, მერე გვაქვს ან აპარატურული პროცედურა, ან ხელით მასაჟი, მერე ეს ჩვენი გოგირდის აბაზანები, შარკოები, წყლის ყველა პროცედურა ტალახი, ანუ თუ რამე არსებობს და გვსმენია ფუფუნების საგანი და თან ახლა ესეთი რუტინული რაღაცა ცოტა ოცნება იყო ჩემთვის და აი რა არის საიდუმლო სოფრო აი ასე 5-ზე მივყვებით ამ ყველაფერს. საიდუმლო ალბათ არის ის, რომ ძალიან დიდი мотиваცია გვაქვს პირველ რიგში. მგონია რომ პასუხისმგებლობა უკვე ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გარდა იმისა, რომ ჩვენ თავს უნდა ვაჯობოთ, მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ანუ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია მინდა რომ ვნახო პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად. ჩემი თავი მიზანი არის ეს და ის რომ აი ნანუკამ სწორად ზუსტად შეარჩია, ზუსტად დაინახა
ის მიზნები, რაც გქონდა და რაც გვამოძრავებდა ამ პროექტში, რომ მიგვიღო მონაწილეობა. საბო მე ძალიან ხშირად საუბრობ ჩემს დისკომფორტებზე, იმიტომ რომ ეს წონა არ არის მხოლოდ გავიგეთ, რომ ნუ ამბობენ უკვე რომ არის დაავადება და ამასთან იწვევს ბევრ რაღაცა ცვლილებებს, რაც მე გულწრფელად მინდა რომ გაუზიარო მაყურებლებს, რომ ჩვენ პირველ ეტაპზე ანალიზები და კვლევები ჩავიტარეთ, სადაც დიახ, გვაქვს რაღაცა სერიოზული ცვლილებები, რომელიც არის დასაბალანსებელი. გარდა ამისა, ანუ ეს ვიზუალური მხარეც ჩემთვის ძალიან დამდგუნველი არის. აი შენ შემთხვევაში როგორ არის სოფო? ჩემ შემთხვევაში რაღაცა ის წონა ისე გაიქცა, რომ ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე. აი ყველაფერი მოხდა, აი ბავშვის გაჩენის შემდეგ. რაღაცა მოვთუნდი, ამოვარდი კალაპოტიდან, მე რაღაცა თუ გადარბენაზე და რაღაცა მივხვდი, რომ ძალიან გარდა იმისა, რომ დედა ჩემს უბრალსობდა, რომ ძალიან მოიმატე, არ გიხდება. რა თქმა უნდა, მაწუხებს ძალიან დისკომფორტს მიქმნის, თუნდაც ის რომ არ ვარ აქტიური, რაღაცა ჩავიკეტე, რაღაცა კომპლექსები გამიჩნდა, რომელიც არ მქონია არასდროს, მართლა არ მქონია. და აი ძალიან ცუდი და სანახე რომ სარკეში იყურები და შენ თავს ვერ ხედავ და უბრალოდ სარკეში ვიყურებ და თვალებს უყურებდი მარტო ბოლოს ისე ვიყავი. ახლა როგორ ახარ? შენი განწყობა როგორია? ვიპარები რომ ის სხვა მხარეს გავიხედო. ძალიან მინდა რომ შეიცვალოს და ძალიან მინდა რომ მაგარი ძალა მქონდეს ამისთვის რომ ვაჯობო რა საკუთარ თავს და იმ მეორე მეს აუცილებლად, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ვიწყებდი ორშაბათიდან დავიწყებ ამას გავაკეთებ და ის ორშაბათი არასდროს არ დასრულებულა შედეგით, იმიტომ რომ სადღაც ვარღვევდი, რაღაცას ვაბრალებდი, იმის ბრალი იყო და პირველ რიგში უკვე წონამ ჯანმრთელობისკენ რო წავიდა, იმაში მივხვდი რომ საშიშია და რაღაც უნდა შემეცვალა. შენ ბარიატრიას აპირებდი სოფო, ხო? მე მინდოდა ბარიატრია, გადავქეკე, აი ყველაფერს ვკითხულობდი, ვის რა შედეგი ქონდა, ვის რა შედეგი მოუტანა ამ ოპერაციამ და დადებითის მაგივრად ძალიან ბევრი უარყოფით ხედავდი, ვკითხულობდი, მესმოდა, ყველა მირჩევდა რომ არ გაიკეთო, ჯანსაღად დაიკელი, იმოძრავე, ნაკლებ, ანუ ყველა მაინც მირჩევდა რომ ჯანსაღად დამიკლო რა. აი ამ ფიზიკურ აქტივობას წარმოიდგენდი, ამ ფიზიკურ აქტივობას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ წონიდან გამომდინარე ძალიან რთულია იმ პროცედურების გაკეთება, რასაც ახლა ვაკეთებთ და შეუძლებელი მეკონა, ანუ მართლა ვერ წარმომედგინა, რომ იმას გავაკეთებდით, რასაც ახლა ვაკეთებთ. ერთადერთი რას მივხვდი სოფო, ბოდიშს გიხდი გაწყვეტინებ, ხო, აი ესე გუნდურად დავდივართ ყველა ერთად ერთმანეთს ველოდებით პროცედურებზე და მოკლედ ანუ ძალიან დიდი мотиваცია და პასუხისმგებლობაა, როგორც თქვით ხალხო, ანუ ერთი ნამცეცისკენ არ გაგექცევა ხელი, იმიტომ რომ ეგრევე გახსენდება გოგონები, ტელევიზია, ხალხი, პასუხისმგებლობა, რომელიც შენი ინიციატივით შენ თვითონ წამოიწყე და ეს ჩემთვის კიდე რაღაცა ასბაგი პასუხისმგებლობაა, მაგრამ აი გუშინ დავაფიქსირო, რომ ჩვენ რო ერთად მივდივართ, ანუ საცურაო კოსტუმებშიც ნებისმიერ პროცედურებს უპრობლემოდ ვიტარებთ, უცებ მივხვდი, რომ გოგონები დილას იყვნენ და მე ზუგდიდიდან მოვდიოდი და საღამოს გადავიტანე ეს პროცედურები, მივხვდი, რომ მარტო უთქვენოთ დამიბრუნდა ისევ ის შეგრძნება რომ ეხა საცურაო კოსტუმში სხვა ხალხთან მე აკვა აერობიკაზე აი ისევ უთქვენოთ დამიბრუნდა ის შეგრძნება რომ იქ მე უთქვენოთ ვერ წავალ და ამიტომ ეს გუნდურობა და რაღაცაერი ყველას ერთი პრობლემა რო გაქვთ ეს რაღაცა ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი არის მნიშვნელოვანია და ძალა რაღაცნაირად ერთმანეთის ძალა ვართ ვამხნევებთ რაღაცა რომ აი რა უცებ საღამოს თავიდან დავიწყე ეს კადრებივით მიდიოდა ეს მინდა და მე მივხვდი რომ არ გინდა მე ჩატში მოვიწერე და გოგოებმა სოფო ჩვენც აქ ვართ და ჩვენც გვინდა და რაღაცნაირად ისე ვამხნევებთ ერთმანეთს კი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი მენტორი ენდოკრინოლოგი, რომელიც ძალიან გვიდგას გვერდში, გაგვიწერა ინდივიდუალური დიეტა და ხახო მართლა ყველაფერი შესაძლებელია. აი ქრონოლოგიურად კიდევ კარგად აქ არ გვეყოფა დრო, მაგრამ მოუყვებით რომ კვლევები კარგი ენდოკრინოლოგი, სწორი ენდოკრინოლოგი, პროცედურები და კვება ერთად. ანუ სხვაგვარად წარმოუდგენელია და სხვათა შორის ის შეხედულებები, რაც მე დიეტაზე მქონდა, რომ მხოლოდ ცილა უნდა ვჭამო, ან მხოლოდ ცხიმი უნდა ვჭამო, ან მხოლოდ ფოთოლი უნდა ვჭამო. ეს მთლიანად შემიცვალა რა, იმიტომ რომ ის ცხოვრების წესი, რომელიც ცხოვრების წესად უნდა აირჩიო ეს სწორი კვება, არ მოიცავს რაღაცა ძალიან დიდ შეზღუდვებს. ანუ ამ ულუფაზე რომელსაც მიირთმევთ ორჯერ ან სამჯერ
უნდა იყოს ყველაფერი და ზომიერად და ეს ძალიან მანაყრებს და ძალიან მიხსნის სტრესს. შენ შემთხვევაში როგორ არის? შენ შემთხვევაშიც ესეა ნამდვილად აი იმდენად ზომიერად არის, იმდენად კარგად არის გაწერილი, თან ინდივიდუალურად ჩვენ სიამორგებული რა გვიყვარს, რას ვერ მივირთმევთ, რისი აუტანლობა გვაქვს. ანუ იმდენად სწორად არის გაწერილი, რომ არ გვიჭირს არც მე არ მიჭირს და არც კარგია. აი 3 თვის შემდეგ როდესაც უკვე ყველა მონაწილეს ერთად მოვიყვან და მეც მოვალ. მინდა რომ აი ეს შედეგი იყოს, რა ვიცი, საგრძნობლად კარგი და შედეგიანი, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს და ამ პროექტს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ხო, გული არ უნდა გასწყდეს იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოხვდა პირველ ჯგუფში, ასე ვთქვათ. ყველას ყოველთვის ექნება საშუალება, რომ ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა. ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ხო მართლა აი არ ვიცი. არის აი ჩემნაირი ადამიანებისთვის სასწაული, ანუ ძალიან კარგი რაღაცას აკეთებთ. დიდი მადლობა მინდა უთხრა იმედს, ნანუკას და დიდი მადლობა ამ პროექტში მონაწილეობის. დიდი მადლობა. აი განწყობა თქვი, რომ აი განწყობა არ მქონდა და თითქოს ჩავიკეტესავით. აი განწყობა როგორია? განწყობა აი მართლა ჩავიკეტე, არ მინდოდა ეს კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სოციალური ადამიანი ვიყავი, არასდროს არ მიჭირდა კომუნიკაციის პრობლემა არ მქონდა. ბოლოს მივხვდი, რომ ეგეც მაგაზეთაც იმოქმედა, ანუ ჩავიკეტე, გარეთ არ გავდიოდი, ის არ მეტევა, ეს არ მომწონს, ამას არ ჩავიცმევ, თუნდაც ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე საშინელება. აი, უბრალოდ მინდა რომ მაღაზიებში მივიდე და დიდი ზომის ტასაცმელს რომ გადმოგილაგებე. ხო, რომ გადმოგილაგებ. ანუ გეუბნები პირდაპირ კარში რომ გეუბნები, არა გვაქვს დიდი ზომები, აი. შენი ზომა, იცით ეს გვაქვს და ამ დროს შენ სხვა ზომაში რო ხედავ შენ თავს და არ გითხრა რომ ის შენი ზომა იყოს. ძალიან დიდი დისკომფორტია და აი ამ ყველაფერმა მაინც გავლენა იქონია იმოქმედა და მე რჩივნა რომ სახში ყოფილიყავი და აი ბავშვსაც ძალიან ისევასეირნებ რა ძალიან ახლო პერიმეტრზე რა არ მინდა რომ ხო ჩემშულს ყავდეს მინდა რომ პირიქით ძალიან ლამაზი დედა ყავდეს რა ძალიან ლამაზი დედა ყავს შენს ძალიან ჭკვიანი და ძალიან გაუმართლა რო ყავხარ მოდი ხა შენს ასე ვთქვათ მინი პროფილი გავაკეთოთ და გავაცდოთ ჩვენს რადიო მსმენელებს სოფო მარტო ხელა დედა ხარ კი მარტო ხელა დედა ვარ კი მე მინდა რომ საერთოდ მარტო ხელა დედას ყველას კონდეს თავისი სახელობის ძეგლი ჩემთვის მართლა ასე არის იმიტომ რომ ამას ადრე ვერ მივხვდებოდი სანამ შვილები არ მყავდა და აი იმ რუტინას და იმ რეჟიმს და იმ მართლა უდიდეს შრომას რომელსაც დედას შვილში დებს აი დახმარების გარეშე ჩემთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელია და მართა გმირობის ტოლფასი არის დახმარებაში არ გულისხმობ ვიღაცა სხვა ადამიანს გულისხმობ იმ ადამიანს ვინც აგრეთვე შენსავით ხო ვალდებულია და მშობელია აი რა სირთულეები ქონდა სოფო ამანაც ხო არ იმოქმედა შენს განწყობაზე რა თქმა უნდა აი ჩემ შემთხვევაში ყველაფერი დაიწყო სტრესით რომელიც 9 თვე გამოკეტილი მყავდა ნამდვილად გამოკეტილი მყავდა სტრესი დეპრესია იმის გამო რომ ვფიქრობდი ბავშვზე მინდოდა რომ ჯამრთელი დაბადებულიყო აი მარტო მაგაზე ვფიქრობდი შესაძლებელია ეს სტრესის გამოკეტვა სოფო აი წარმოუდგენელი რაღაც გავაკეთე იმიტომ რომ მე მეკვირდა რომ როგორ შევძელი თქო ეს ანუ ხო გამოვკეტე იმიტომ რომ მივდიოდი გამოკვლევებზე აი მე შინოდა რომ რამე არ მითხრან აი ჩემი ემოციური ფონის გამო თან მაფრთხილებდნენ რომ აი მაინც ასაკი ნერვიულო არ შეიძლება მშვიდად სიმშვიდე და ყოველთვის ვცდილობდი რომ მშვიდად ყოფილიყავი 9 თვის მერე დამეწყო და აი ამ სტრესმა დეპრესიამ ზუსტად მე მიყვანა ამ წონამდე რა რაღაცები გამიჭირდა ვერ ჩემს თავს ვერ გავუმკლავდი რა მაინც და რაღაცა გამოიკეტა ეს გამოკეტილი რაც იყო გაიღო და რაღაცა სასწაულებდა მემართა მაგრამ არავშავს ღირდა ნამდვილად ამასაც მოვერევი აუცილებლად რა თქმა უნდა მოვერია უბრალოდ დროის საკითხი არის და მოვერევით რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ბედნიერება რაც მომიტანა ის არის რომ არაჩვეულებრივი ბიჭის დედა ძალიან მაგარი ბიჭის დედა კი ნამდვილად ღირდა ნამდვილად და რაც შეეხება მარტო ხელა დედის სტატუსს და დანარჩენ მხარეებს ძალიან რთულია ძალიან ანუ წარმოუდგენლად რთული. აი უბრალოდ ადამიანები ამას ვერ გაიგებენ იქამდე სანამ თვითონ არ გამოცდიან რა. ნუ ქალები ვართ მაგრები და ყველაფერი მართლა შესაძლებელი არის რა. თუ გვიმოვინდომებთ, თუ ძალა გვაქვს,
ხარდაჭერა ოჯახის რო არ ყოფილიყო, გამიჭირდებოდა, აუცილებლად გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. თელი ყიფში ძეები შენს გვერდითგანა ძალიან მაგარი ოჯახი არა მარტო თელი გუნდია კეთილი ადამიანების, ჩემი და ჩემი შვილის ირგვლივ აი მართლა ვერ წარმოიდგინე აი დროთა განმავლობაში თვითონაც მიხვდები ნანუკა. მართლა მთელი გუნდია აი არ რა მაგარია ეს ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მეც ყველას ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით. სოფო ისეთი ადამიანი ხო შენ პირდი რო არიტირებდი სოფო მტირალა ყავს და მე ყველა ესე 4-ს ხედავ ხოლმე და ტირიც ხო სოფო რო იწყებს ტირს ყველა ტირით და მოკლედ გარდა იმისა რომ ხახნა ეს პროექტი არის მართლა რაღაცა მიზნი აი მეც ხა გარდა იმისა რომ მიზნამდე მისვლაში ვეხმარებით ერთმანეთს და შეუძლებელი ფაქტობრივად არაფერია კიდე აი ეს ახალი ადამიანები, რომლის ოჯახებში, სივრცეში იჭრები და რომელიც შენი მეგობრები ხდებიან, გინდა თუ არა, იმიტომ რომ 24 საათი ერთად ხართ. კიდე ესეც სხვა რაღაცა ინტერესი არის, აი გაცნობა ერთმანეთის გამხნევება, ერთმანეთის გვერდში დგომა. ეხლა მე მაგალითად ძალიან ბევრი გეგმები მაქვს თქვენთან ერთად, აუცილებლად მინდა რომ წავიდეთ სადმე სასტუმროში ბავშვებით, ვიყოთ მთელი დღე ერთად, იქ ერთად ვიკვებოთ, ვიდიოდოთ. ეს რაღაცნაირი ცხოვრების ცვლილება არის ამ პროექტმა შეგვიცვალა ცხოვრება. არა სოფო, აი ესე ვუყურებ ამ ყველაფერს, რომ წინ ჯერ კიდე ძალიან ბევრი ფოირვერკი გველოდება. წინ რა გველოდება, არ ვიცი რა სიურპრიზებს გვიმზადებთ. თქვენ. მაგრამ ვიცი რომ სასწაული რაღაცები გველოდება წინ, ანუ გუნდურობა, ხო, ანუ საუკეთესო მეგობრები, აი საუკეთესო გოგოები არიან. მეგობრულები რაც მთავარია ძალიან ძალიან მაგარია მართლა საუკეთესო გოგონები შევიკრიბეთ და ძალიან მიხარია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი პროდიუსერები და ასე ვთქვათ ბექები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ და ეს თვითონ კასტინგებიანად იყო ეს პროექტი ძალიან საინტერესო ხახნო. ჯერ ძალიან უცებ მოხდა ეს ყველაფერი. მე ჩვენ არ ველოდებოდით ამდენ რეზიუმეს, რომელიც შემოვიდა, ნუ სადღაც 500-მდე დღეში უკვე შემოსული იყო. ინახამ გადავირიეთ, ჩვენ ხო შევავიწროვეთ ეს და ჯერ მხოლოდ დედიკოებისთვის გავაკეთეთ იმისთვის, რომ ზუსტად ამდენი რეზიუმე არ მიგვეღო, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი იყო. აქედან გადარჩევა, აქედან გაფილტრვა, მერე ჩართული იყო ფსიქოლოგიც, ენდოკრინოლოგიც, აბსოლუტურად ყველა და ნუ ბალნეოლოგიური თავისი პროფესიონალთა სტაფით ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და ნუ ეს პროექტი რო შედგა და უკვე იდეალური 4-ეული რო შეგარჩიეთ, აი ეგ დღე ჩემთვის კიდე რაღაცნაირი განსაკუთრებული და რაღაც ახალი ეტაპის დღე არის კი. შესანიშნი თარიღია ნამდვილად. სოფო, რა არის შენი იდეალური წონა? აი რა რამდენი კილოს დაკდება გინდა? აი იცი რა არის ჩემი იდეალური წონა არასდროს არ ყოფილა. სტანდარტი 50-55 კილო არასდროს არ მინდა და ყოფილიყავი. არასდროს არ მიხდებოდა. 65-70 კილომდე ესე რა. კარგი წონა არის. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი წონა 65 კილო. იქამდე ძანადულად მივალთ სოფო. გონია რომ ადვილად. აბარა ძანადულად მივალთ. აი მე ადრე რომ ძალიან დიდი წონა დავიკელი, მაშინ აი ეს ჩემი მიზანი იყო ტვინში, რომ მე უნდა დავინახო 5-იანი. ამისათვის გავაკეთე ყველაფერი, რომ დამენახა 5-იანი. როგორც კი დავინახე 5-იანი, გავიცანი კახაკაშია მალევე. ეგრევე დავინახე 6-იანი, 7-იანი, 9-იანი და 10-იანი და ასე შემდეგ. ხო და ანუ ახლა ანუ ადრე როცა ხდები რაღაცები იცვლება როცა არ ხარ დედა კიდე სხვანაირი იდეა ფიქსია ეს გახდომა და ახლა უბრალოდ მჭირდება ჩემი შრომის უნარიანობის აღდგენისთვის და არ აქვს მნიშვნელობა 6-იანი დაეწერება თუ 5-იანი უკვე რაღაცნაირად ესე მეც ასე ვფიქრობ ხო ანუ არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ეს ზედმეტი რაც მაგაის წავიდეს და შევძლო ამის მოცილება გავაგრძელებ აუცილებლად, იმიტომ რომ იმდენად მივეჩვევ ესე მგონი ამ. კი, ამ ყოფის რეჟიმში ჩვენ ახლა მთავარი არის რომ ჩვენი ცხოვრების წესი შევიცვალოთ და აი ამ ყოფის რეჟიმს ავტომატურად მივეჩვევთ და მე ეს უკვე აღარ აირება და ეს გახდება ჩვენი სამუდამო მეგობარი, ამაში დარწმუნებული ვარ. მინდა აი შენი მოლოდინები რა არის ამ პროექტში და ჯერჯერობით გამართლა თუ არა ან როგორ რეჟიმსაც ელოდი ისეთია თუ უფრო უკეთესი თუ უფრო ჯერ არ აი რას ელოდებოდი ამ პროექტისგან როგორ წარმოგედგინა ეს ანუ როგორ წარმომედგინა არ მიფიქრია სიმართლე გითხრათ არ ვიცი ანუ ფიქრისთვის დროც არ მქონა რომ მიფიქრა უბრალოდ ფიქრობდი
რომ აი ამ პროექტში თუ მოვხვდები, მაგრამ ვიცი რომ არ მოვხვდები, აი ეს მქონდა, ვიცი რომ არ მოვხვდები, მაგრამ რომ მოვხვდი და მე რომ დავფიქრდი, ძალიან აი როგორ თქვა, მგონია რომ ძალიან დიდი სტიმული იქნება ჩემ ცხოვრებაში, რომ ბევრი რაღაცა შევცვალო. ძალიან ბევრ რამეს მაჩვენებს, ხვანაირად მან დამანახებს. ძალიან დიდი ენერგია ჭირდება, აი ძალიან დიდი ნებისყოფა ჭირდება, რომ გამოიმუშაო, რომ ამ სწორკვებას მიყვე, ანუ ძალიან რთულია. უცებ არა ჩანსახიდან ჩანსახზე ძალიან რთულია. როცა არ გიყვარს არა ჩანსახი ბოსტნეული, ნუ თან როცა ხორციც არ გიყვარს ძალიან რთულია. ხო და გაქვს შენთვის ინდივიდუალურად შერჩეული ყველაფერი. გვაქვს რომ აბსოლუტურად ჩვენ ზემორგებული და გემრიელიც არის ამასთანავე. და კიდე ის გემრიელი სადილი რომელიც გიყვარს აუცილებლად ისიც არის. კი, ისიც არის, რა თქმა უნდა. სოფო, შენ თქვი რომ ჩემ ცხოვრებაში ბევრ რაღაცებს შევცვლი ამ პროექტის მერე დარწმუნებული ვარო და მე კიდე დარწმუნებული ვარო ამ პროექტის მერე შენ ძალიან ბევრი გაგიცნობს, ძალიან ბევრი დაგინახავს. აი ამ კუთხით თუ აკვირდებოდი რომ შენ გახდები ძალიან ბევრი პლუს ზომის ქალბატონისთვის მოტივატორი, ანუ ის დაიწყებს შენს ყურებას. აბა სოფოს რა გამოვა, აბა როგორი იქნება. აი ამაზე თუ ფიქრობ. კი, მაგაზე ვფიქრობდი და სულ ვიფიქრები, იმიტომ რომ ჩემი წონიდან გამომდინარე ძალიან ბევრია ჩემი წონის და ჩემზე უფრო დიდებიც, რა თქმა უნდა, რომლებიც აი არიან ბულინგის მსხვერპლი, ჩვეულებრივად აი ქუჩაში რომ გაივლი თუნდაც მე რამსისკი ან რაღაცა მარშრუტკაში რომ ადიხა, სატრანსპორტში რომ ადიხა, ყველას გონი. მე ერთხელ მქონდა რომ ვიღაცამ დამითმოდა ისე შემრცხვა რომ ვერც ვუთხარი რომ არ ვარ ფეხმძიმედ, ანუ რაღაცა ყველას ისევე გონია რომ რაღაცა ან ფეხმძიმედ ხარ. გაბულინგებენ მაინც და მინდა რომ ხალხმა ადამიანებმა შეიცვალონ აზროვნება რომ არ ვართ ჩვენ ისეთები რა ყველა ფეხმძიმედ ვერ იქნება. უბრალოდ ზედმეტი კილოგრამების ბრალია, რომელიც თუ როცა ჩვენ მოგვინდება, მაშინ წავა, ხო და. როცა ჩვენ მოგვინდება, მაშინ წავა, კი. და მინდა რომ ყველა საკუთარი თავის ჯეროდეს და ვიყო ადამიანისთვის, ჩემნაირი ადამიანებისთვის მოტივაცია, რატომაც არა. აუცილებლად ყველას დავეხმარები, ვისაც რამე კითხვა გაუჩნდება, ვისაც რამე დააინტერესებს, აუცილებლად, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ვუყურებთ რომ აი სამხელა იყო და მე ამან ამდენი დაიკლო, ნეტა როგორ დაიკლო, აი ეს კითხვა მქონდა, მოდი მივწერ, მაგრამ არ მიპასუხებს. გერიდებოდა. ხო და აი სოფო ყიფშიძე უკვე მზად არის რომ ყველა თქვენ შეკითხვას უპასუხოს, როგორ გადის ამ გზას და გახდეს მოტივატორი, თუმცა პირდაპირ ეთერში ჩვენ ამ ყველაფერს ისედაც გაჩვენებთ ყოველ მეორე კვირას ჩვენ შედეგებს, წონის ჩაბარებას და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ვერ გაგიშვებს სოფო რეკლამაზე გავალ და ისევ უნდა დაუბრუნდეთ. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი ოჯახის ფარგლებში რუბრიკა მე შემიძლია კვირას 10 მაისს გავა ეთერში და ერთ-ერთი მონაწილე სოფო ყიფშიძე მყავს სტუმრად, დაგველოდეთ მეორე ბლოკში დაუბრუნდებით.